ხაშურის რაიონში არსებულ ეკლესია მონასტრებს კიდევ ერთი მოქმედი ტაძარი შეემატება, რომლის რესტავრაციაც ქაშვეთში დღეს დაიწყო. მეუფისულოდ საკურთხევით აქ წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი გაიხსნება. მე-19 საუკუნეში სურამელი ძმები ზაქარია და მიტროსინო ჯობაძეების მიერ აშენებული ერთნავიანი ბაზილიკა, რომლისთვისაც თანხა ვინმე აბაიაძის ქრვიმა შეწირა, გასული საუკუნის 50-იან წლებამდე მოქმედი იყო და წირვა-ლოცვაც აღევლინებოდა. მაშინაც კი, როცა კომუნისტები მღვდელს მსახურებას სასტიკად კრძალავდნენ. ტაძარი, რომლის სახელთანაც უამრავი სასწაულია დაკავშირებული და არც მომლოცველნი აკლია, დღეს წარმოშობით ქაშვეთელი და თაგვეთელი ახალგაზრდა თაობის მონდომებითა და მამა ლუკას წინამძღვრობით ახალ სიცოცხლეს იწყებს. ქაშვეთის ტაძრის რეკონსტრუქცია სურამისა და ხაშურის სკოლებისა და ბაგა-ბაღების შენაწერი თანხით დაიწყო და ამ საქმის ორგანიზატორები სხვებისაგანაც ელიან თანადგომას. ყველაზე მეტად კი რაიონის გამგებლის დახმარების იმედი აქვთ. თვითონ ამ სოფლის მკვიდრება მოინდომეს თავიდან და მეუფეობთან მიბრძანდნენ და როცა კურთხევა აიღეს, რომ აგვედგინა ეს ტაძარი და რესტავრაცია გააკეთებია ამ ტაძრისთვის და დავიწყო და ცოტა ხანში ალბათ კეთილი ხალხის დახმარებით დედათა მონასტერი გაიხსნება მეუფეობის საკურთხევით, რა თქმა უნდა. ეს ტაძარი აღდგენილია სურამელი ჯობაძეების მიერ და ამასთან დაკავშირებით ბატონ რევასას თხოვეთ დახმარება და აგვითხა, რომ დაგვეხმარებოდა მასალით. ძირითადად ბიჭები მუშაობენ და პირველი დღეა დღევანდელი დღე მუშაობის აქ და ალბათ გჭირდებათ კიდე სხვათა დახმარებაც, ხო? რა თქმა უნდა, აი ყველას ვთხოვთ, რომ ვისაც ის საშუალება ექნება დაგვეხმაროს. აქ ამ ტაძრის გარდა კიდე კელიები გვაქვს ასაშენები დედებისთვის საცხოვრებელი. თუ იმე სურვილი ექნება დახმარების წმინდა მარინეს ტაძარში მე-3-ს შეიძლება მივიდნენ და ჩააწერიონ ტაძართან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში მომსვლელს ურთულესი გზის გადალახვა უწევს, აქ მომუშავე მორწმუნენი ხალისიანად და ენთუზიაზმით ემსახურებიან ღვთის საქმეს. იდეა სოფლის მოსახლეობისგან უფრო იყო მეუფესთან შეხვედრაზე იყვნენ და გამოთქვეს სურვილი ტაძრის აღდგენის. ჩვენ ახალგაზრდები ახლა სულითა და გულით აგერ გვერდზე უდგავა, რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, ჩვენ ძალებს რაც აღებატება და იმედია, რომ ხაშურში ახალგაზრდები მოგვბაძავენ და თავიანთული შეიტანენ ამ საშვილიშვილო და კეთილ საქმეში. წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის რესტავრაციის დასრულებას გაზაფხულის გიორგობისთვის გეგმავენ, თუმცა დახმარების გარეშე შესაძლოა ვერც მოასწრონ. როგორც ტაძრის წინამძღვარმა მამა ლუკამ აგვიხსნა, უნდა გაილესოს შენობა, აშენდეს კანკელი, კელიები დედებისათვის. შეიცვალოს ტაძრის თაღოვანი ჭერი და სხვა უამრავი. ტაძრის რესტავრაციისათვის შეწევნის მსურველს შეუძლიათ მიაკითხონ ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარს ან საქართველოს ბანკს, სადაც გახსნილია ანგარიში 22 01 01 511.